საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ვიცე-პრემიერის თანამდებობას აღარ იკავებს. ალასანიასთვის საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა. ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის წევრს ირაკლი ალასანია შეუწყდეს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება, ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ბრძანებაში. რამდენად უკავშირდება პრემიერის ეს გადაწყვეტილება ირაკლი ალასანიას განცხადებას ქვეყნის მოწყობის მოდელთან დაკავშირებით, რომელიც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა აქცენტებში გააკეთა. მისი თქმით, ის მომხრეა ქვეყანა იყოს საპრეზიდენტო რესპუბლიკა ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობით, რაც არის განსხვავება კოალიციაში შემავალ პარტიებთან, კერძოდ რესპუბლიკურ პარტიასთან. ალასანიას განცხადებით, თავისუფალი დემოკრატები პარტიაში პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე კონსულტაციებს გადიოდნენ, რის გამოც მისი თქმით, პრემიერს ჰქონდა გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განხილვა ხდებოდა მასთან შეუთანხმებლად და ამის გამო მძიმე საუბარიც ჰქონდათ. სწორედ ამიტომაც ესაც ჰქონდა შეხვედრა. და რასაც ხადებენ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სოფო ხანაშვილი ისაუბრებს. ახლა მოამბის ღია ეთერში, სოფო გისმენთ. პრემიერ-მინისტრის ბრძანების შეფასება, რომელიც გულისხმობს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის პოსტის გათავისუფლება, ჩვენ ამ ბრძანების შეფასება ვთხოვეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს, მათ შორის იმ უმრავლესობის წარმომადგენლებსაც, რომლებიც ამ დროისთვის სტრასბურგში იმყოფებიან, მას ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ საკითხს არ იცნობენ და შესაბამისად ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. ჩვენ ასევე ამ ბრძანების შეფასება ვთხოვეთ თბილისში მყოფ მმართველი გუნდის წევრებსაც, ისინი აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ ირაკლი ალასანია სათავეში ჩაუდგა ძალიან მძიმე მემკვიდრეობის მქონე სამინისტროს თავდაცვის უწყებას და შესაბამისად უმრავლესობის წევრების განმარტებით პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ მთლიანი დრო და რესურსი ირაკლი ალასანიამ მოახმაროს თავდაცვის სფეროს და მან გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი ვიცე-პრემიერის ვალდებულებისგან. ვერ ვაკეთებ წარმოდგენა არ მაქვს, ვერ ვაკეთებ კომენტარს. ვერაფერს ვერ დოკუმენტში განხეთქილებას გადაგია. არაფერი არ ვიცი. დაპირისპირება კონკრეტულ საკითხებთან. თბილისში გეტყვით, აქ არაფერი არ ვიცი ახლა. მე ამ ეტაპზე ვიყოფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო სესიაზე. შესაბამისად მე დაკავებული ვარ ამ საკითხების სხვა დანარჩენთან დაკავშირებით კომენტარი შეგიძლიათ მიმართო და თბილისში მოგცემენ. ჩვენ პარტიის სტრატეგიასთან დაკავშირებით ხშირად აგვაქვს ხოლმე საუბარი და მაგაზე როგორც გენერალური მდივანი მე ვარ ხოლმე. ეს გადაწყვეტილება არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის როგორც პრემიერის საქმე იმაში გახლავთ, რომ ბატონი ირაკლი ალასანია როგორც თავდაცვის მინისტრი საკმაოდ დაკავებულია, თქვენ იცით, რომ თავდაცვის უწყებაში ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა. თუმცა ამასთანავე როგორც ვიცე-პრემიერს აქვს გარკვეული ფუნქციები, მოვალეობები, რომელიც ასევე მოითხოვს დროს და რესურსს და ამ შემთხვევაში როგორც ჩანს ადგილი ჰქონდა დროისა და რესურსის შეუთავსებლობას, ამიტომ პრემიერმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ უმჯობესია, რომ ბატონმა ირაკლიმ მიხედოს თავდაცვის სამინისტროს და გაატაროს იქ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ძალიან საჭირო არის და აუცილებელი. პრემიერ-მინისტრის ბრძანების შეფასება ჩვენ ვითხოვეთ ასევე პრემიერ-მინისტრის აპარატში, ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს ბრძანება 21 იანვარს მთავრობის სხდომაზე მიიღო. კომენტარს არავინ არ აკეთებს ამ დროისთვის ადმინისტრაციაში და აქ გაგვიცხადეს ჩვენ, რომ ამ თემაზე შეფასებას პრემიერ-მინისტრი თავად გააკეთებს. ბიძინა ივანიშვილი ამ დროისთვის იმყოფება დავოსში, დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია, რომ ის დავოსში გამოვიდეს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით და როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში ამბობენ, სწორედ იქ გააკეთებს შეფასებას ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებული ბრძანების შესახებაც. ჩვენ ასევე ამ ბრძანების შეფასება ვთხოვეთ ნაციონალურ მოძრაობასაც. საპარლამენტო უმცირესობაში ჯერჯერობით კონკრეტულ მიზეზებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ამ ბრძანების მიღების სავარაუდო მიზეზად ასახელებენ ირაკლი ალასანიისა და მისი გუნდის პროდასავლურ კურსს, რომელთან დაკავშირებითაც ნაციონალური მოძრაობის წევრების განმარტებით ირაკლი ალასანია და მისი გუნდი ყოველთვის გამოკვეთილ პოზიციას აფიქსირებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე და კომენტარის გაკეთებამდე ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ისინი დაელოდებიან თვითონ თავდაცვის მინისტრის განცხადებას. ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს იყოს კონტექსტში ვაშაკიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან. ბატონი ალასანია არის ერთადერთი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებიდან, ვინც თქვა, რომ სიტყვა ოკუპაცია აუცილებლად უნდა იყოს ნახსენები ყველა დოკუმენტში და მე მას ამაში ვეთანხმები. არ ვიცი უკავშირდება თუ არა ალასანიას გადაყენება ვიცე-პრემიერის პოსტიდან მის
ამ პოზიციებს, ამას მოვისმენთ ბატონი ალასანიასაგან. ბატონი ალასანია ჯერჯერობით არის ერთადერთი კაცი მთავრობიდან, რომელიც კაფეოდ დაფიქსირებს, რომ პროდასავლური ორიენტაცია არის შეუცვლელი. ჩვენ ასევე დაუკავშირდით თავდაცვის სამინისტროს უწყებაში განაცხადეს, რომ განცხადებას თვით მინისტრი გააკეთებს. ამ დროისთვის ირაკლი ალასანია იმყოფება პარაშუტისტების ბაზაზე ბოლნისში და განცხადებაც იმ ბრძანების შესახებ, რომელიც გულისხმობს მისთვის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შეწყვეტას, სწორედ იქ გაკეთდება. ირაკლი ალასანიას განცხადებასაც, პოზიციასაც, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის შეფასებასაც ჩვენს შემდეგ გამოშვებებში შემოგთავაზებთ. ალბათ სოფო ხანაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ირაკლი ალასანიამ ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას საკუთარი სურვილით 21 იანვარს მოიხსნა. ამის შესახებ Express News თავდაცვის მინისტრმა ექსკლუზიური ინტერვიუში განუცხადა. მისი თქმით 21 იანვარს საუბარი პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა და დაარწმუნა, რომ თავდაცვის სამინისტროს განვითარებისთვის უმჯობესი იქნებოდა მისი ენერგია შეერაღებული ძალების განვითარებას მოხმარებოდა. ამ ეტაპზე მთლიანად კონცენტრირებული ვარ თავდაცვის უწყებაზე. ჩვენი დაწყებული რეფორმა იმდენად შრომატევადია, რომ პრემიერთან შეხვედრისას მე შევუთანხმდი, რომ ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას მოვიხსნიდი, აღნიშნა ალასანია.